მოგესალმებით, მე ვარ 71 საჯარო სკოლის მოსწავლე კვარაცხელია. ჩვენ ვართ ჩართული ნიკო კუცხოვის სახელობის პროექტში და დღევანდელი ჩვენი სასწავლო თემა იქნება გენდერი და გენდერული თანასწორობა. დღეს ჩემთან ერთად ამ თემაზე ისაუბრებთ ჩემი ორი კლასელი ნიკოლოზ ჯოხაძე და მე ფრედიშვილი. დღევანდელი გენდერული მდგომარეობა არის ძალიან შერეული იმ მხრივ, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს მაინც არ სჯერა იმის, რომ გენდერული თანასწორობა არსებობს და დაცული უნდა იყოს. ჩემი პირადი აზრი ის იქნება, რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს დაცული იმ მხრივ, არ აქვს მნიშვნელობა შენს გენდერს, ქალი ხარ თუ კაცი ხარ, მაინც უნდა იყოს დაცული შენი სასწავლო, შენი ჯანმრთელობის უფლებები, ყველას უნდა ჰქონდეს თანაბარი უფლება. ასევე იმასაც მე ვემხრობი, რომ არსებობს ორი გენდერი, ძალიან დიდი კამპანია არის იმის შესახებ დაწყებული, რომ გენდერზე მეტი არსებობს და ძალიან დიდი დიზინფორმაცია არის ამ თემასთან დაკავშირებით და ახალთაობებს სტიან ძალიან დიდ ინფორმაციაზე და კამპანიებზე, რომ ორ გენდერზე მეტი არსებობს და ჩემი აზრით ღმერთმა შობა ორი გენდერი, ქალი და კაცი არსებობს და ამ ორ გენდერს შორის უნდა იყოს დაცული თანასწორობა ყველანაირი მხრივ უფლებების მხრივ. ასევე თავარს ბოლოს დავამატებ იმას და ჩემი სიტყვას გადავწოდებ შემდეგ კლასელს, რომ ყველას აქვს უფლება იყოს დაცული თავიანთი უსაფრთხოება, სასწავლო უფლება, ჯანდაცვის უფლება და ასე შემდეგ. ჩვენ გადახდეთ წარსულს შევიდია თქვა, რომ გენდერული თანასწორობა დარღვეული იყო ძველ დროში მე-19 საუკუნეებში და ამ დროს კაცი ჰქონდა ძალიან დიდი უფლებები ქალზე წოლის ხელის დარტყმის, რაც მაშინ იყო ძალიან გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო და ახლა ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ გენდერული თანასწორობა უნდა იყოს დაცული და ქალი და კაცი უნდა იყოს ერთმანეთს შერწყმული. გენდერული თანასწორობის დროს პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს და არ დავიჯეროთ სტერეოტიპები. და უნდა დავიცვათ გენდერული თანასწორობა ყოველდღე. ყველა ადამიანი ემსახურებს თანაბარ უფლებებს და შესაძლებლობებს. და სანამ დავასრულებდეთ, მე მინდა ეს დავამატო, ძალიან დიდი პროგრესი განიცადა თვითონ ქალის უფლებებმა და მაგრამ ის არის სამწუხარო, რომ დღესაც რამდენიმე ისლამურ და ქრისტიანულ სახელმწიფოებში არსებობს ძალიან დიდი შეზღუდვები ქალის უფლებებზე, რადგანაც ყოველდღიურად ხედავთ, რომ ქალის სიცოცხლის შეზღუდვები და ხდება იმ მხრივ, რომ ქალს თუ ჰიჯაბი ნორმალურად შეიძლება ის მოგლან და ის სალიფი ამ არის ჩემთვის მიუღებელია, იმიტომ რომ ქალს რატომ არ უნდა ჰქონდეს უფლება იმის, რომ გავიდეს გარეთ, თუნდაც ჰიჯაბით არასწორად ეკეთოს, თუნდაც ეს არ ვიცი, მე მათ რელიგიაში არ ვარ, მაგრამ მე ერთი რამე უნდა ვთქვა, რომ ქალის და კაცის უფლებებმა ძალიან დიდი განვითარება გაჰყვა. შედარებით ადრე წარსულში კაცს უფრო მეტი უფლება ჰქონდა, ვიდრე ქალს, მაგალითად ჩემი კლასელმაც ეგ თქვა, მაგრამ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო იხვეწება ეს უფლებები და ჩემი აზრით 10-15 წელიწადში ეს პრობლემა სულ უნდა იყოს მოგვარებული, რადგან თავიდან ეს პრობლემა წაფრთხილდა, ყოფილიყო პრობლემა, მაგრამ ეხლა არის და ჩემი აზრით ეს ყოველთვის იქნება განხრა და ძალიან იგულისხმება მოსახლეობას.